ბონსაის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვესტუმრ სივრცეს, სადაც ეს ულამაზესი ხეები იქმნება. ბონსაის სპეციალისტ ალექსანდრე მეხთან ერთად დღეს გავიგებთ რა არის ბონსაი და რა კავშირებს მას საკაბელთან. გითხარით რა არის ბონსაი? ეგ საკმაოდ ვრცელი თემაა, მაგრამ მოკლედ რო ახსნათ, ბონსაი არ არის სცენარის ჯიში, ბონსაი არის ფორმირების ტექნიკა. საერთოდ როგორ ხდება ბონსაის ფორმირება პროცესი? იღებთ შეულებებით სცენარის ხეს ან ბუჩქს და მას ვაძლევთ მავთულის დახვევით და კაგრეჭის საშუალებით გარკვეულ ფორმას. საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მინიმუმ 4-5 წელი მჭირდება, შეიძლება უფრო მეტი ხანი. რატომ გამოიყენება მავთული ამ პროცესში? მავთულით ფორმის მიცემა მცენარეზე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ მცენარეზე შედეგი მივიღოთ მავთულის დახვევის გარეშე. ძირითადად ვიყენებ საკაბელის მავთულს, როგორც სპილენძის ისე ალუმინის, დარწმუნებული ვარ მათ ხარისხში და აუცილებელია რომ იყოს მავთულის შერჩეული ტოტის სისქიდან გამომდინარე. ამიტომ გჭირდება სხვადასხვა კვეთის მავთული, მწვრთნელი მავთულით ფორმას ვერ მიცემ, ვერ მოერევა უბრალოდ და პირიქით ძალიან მსხვილი მავთულის არის მავთულია და ტოტი პატარა შეიძლება ძალა ვერ მოზომო და უბრალოდ დაბეხო. ამიტომ ყოველთვის საჭიროა ინდივიდუალურად შეერჩეს კაბელის კვეთი, თითოეული ტოტისთვის.